თოჯინები და აი მიდიოდა მეფე და ესეთი კითხვა და ამ ცხენს შეეშინდა და ეს ჩამოაგდო და დაარტყა თავი და დაზიანდა და შეეწირა მაგ ამბავს. კაი რაღაც აკილებს რაღაც ზარგს ნახე ეგეთ ბერძნები არა რაღაც მომენტი ნახე გედევა პოპხაძის შესკე გამოიშვირა ხელი გაუმარჯოს მაყურებელს მისაყოლებელი პოდკასტი დაბრუნდა გამარჯობა გირო და დღეს ჩვენი სტუმარი არის ისტორიკოსი და იუთუბერი ნიკა ხოფერია გამარჯობა ნიკა აგიმარჯოთ. კეთილი იყო შენი მომზადება ჩვენთან პოდკასტში. მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე. როგორ ახარ, როგორ გიკითხოთ? ნორმალურად რა ლუდის დარების ხასიათზე ვარ. ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია. აქვე დასაწყისშივე ვიტყვი რომ ლუდისა ჩვენი წარმდგენი ჩიპსი, ქართული, ნატურალური, ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და ალკოსფერო არიან ჩვენს გვერდით, ვინც ზრუნავენ ჩვენზე და ვისი დამსახურებითაც ეს პოდკასტი გადის ეთერში. რაღაც დღეს რაღაცა ისეთ ხასიათზე ვარ. ზრუნავენ ჩვენზე კარგი. ხო, ნიკა, პირველად არის ჩვენთან ისტორიკოსი. რამდენხანი რაც არის ეს რაღაცა? მე-5 თვეა, მე-6 თვეა. ანუ ჯერ წინ არ გიდი არა, არ მგონია ბევრი ისტორიკოსი იუთუბერი არსებობდეს საქართველოში. ეგ შეიძლება, მაგრამ ბევრი ისეთებიც არიან, ვინც ცდილობენ რაღაც გააკეთებას. YouTube-ზე ისტორიკოსები არიან, მაგრამ ისტორიაზე ლაპარაკობენ. მე რამდენადაც ვიცი, შენ ხარ იშვიათი გამონაკლისი, ვისაც ყველაზე ჭკვიანი აქვს მოგებული და არის YouTube-ზე და ზოგადად შენ და ელოშა ხო? ელოშა არის მოგებული 2006 წელს. შენს პრეზიდენტობა გინდოდა თუ? არა, მაშინ მინდოდა არქეოლოგობა, ეგვიპტოლოგობა. ხო, ელოშას მოგე ფინალში. ელოშას? მე ეხლა საერთოდ არ მიგვირს. ყველაზე ჭკვიანი არის გადაცემა. ელოშა რო იყო ფინალში, ეგ მიგვირს. მე მინდა რომ გამოვიდე პრეზიდენტის. არა, ელოშა ჭკვიანი ბიჭია. ჭკვიანი არის, მაგრამ ეხლა რთული იყო ფინალში ელოშას წინააღმდეგ. ფინალში, იცი რა, ფინალში იყო რთული იმ თვალსაზრისით, რომ ის თემები არ მხვდებოდა, რაც მინდოდა მაინც და მაინც, მაგრამ მაინც გავახციე და მე მოვიგე ბოლოს და შესაბამისად ფინალი საკმაოდ დაძაბული იყო, კი. საერთოდ ძალიან მე ვკითხო, საკმაოდ რთული ინტელექტუალური შოუ იყო. ალბათ ყველაზე რთული საქართველოში, იმიტომ რომ იქ დროები ყველაფერი ხდებოდა რაღაც განსაზღვრულ დროში და იმ დროში უნდა გეპასუხო რაც შეიძლება ბევრი კითხვისთვის, რაც 12 წლის, 11 წლის მოსწავლისთვის საკმაოდ ისეთი სტრესული არის რა ჩემი აზრით. თან კამერები ის რაღაც გამძლეობაც უნდა და ხო, მაგას ნერვებიც უნდა ზარა. მე მახსოვს მე უყურებდი ხოლმე და აკითხვას ვერ ვასწრებდი ხოლმე, პასუხს ვერ სცემდნენ. ხო, ისიც ვერ ასწრებდა. წამყვანს რა ერქვალალიკო? ნინო ხოშტარია, ხო, ხოშტარი. ой, აქვე, ხო, ლალის პროგრამა აღვადგინეთ და ლალი გადმოწერა, გადმოტვირთეს. კეთილი იყო შენი დაბრუნება ამ ქვეყნიერ საქართველოში. თუ როგორ ამიერ საქართველოში. სხვათა შორის, ეხლა აქ მოულოდნელად ჩვენი გადაცემისთვის წიგნიდევს მაგრამ რომლის სახელიც მოულოდნელი ნამდვილად არ არის? არა, ხო, რახან შეესაბამება ამ გადაცემას 130 ამბავი ლუდი არის ესეთი. წიგნი არტანჯის გამოცემული, რომელზეც მე და ჩემო მეგობრებმა ვიმუშავეთ და ერთ-ერთ არტანჯის ერთ-ერთმა ავტორმა და ჯუქნით უღრმესი მადლობა. ეს რა შეიძლება იყოს, კი არა, რა არის შეგდით? არის ბევრი სხვადასხვა ფაქტები ლუდის შესახებ. რა სახეობებზეც არის საუბარი, რა როდის გამოიგონეს, როგორი მოხარშვის წესით არსებობს ლუდი, მაღალი და დაბალი ფერმენტაცია და შემდგომ ყველაფერი ახსნილი არის რა. ანუ სრული ინფორმაცია შეგვიძლია. ლუდსვამენ, როგორი კულტურა აქვს ლუდის და ლევის და ასე შემდეგ. ცუდი ხო არაფერი წერია ლუდზე. რა, ცუდი არა. ჩემზე არის 1-2 თავი ამ წიგნში, ანუ ეგ მაინტერესებს. შეიძლება რაღაცა 1-2 მეკუთვნის. რეფერენსი შეიძლება ჩამოვიდეს. 131 ამბავი, ანუ ეგრე რომ გადავა. ეს სიტყვას უნდა წერდა შენი, მაგრამ ხო ის რო ისე მეგობრ. წიგნების გამოშვება როგორი რამდენად რთულიან დაწერა, რამდენად როგორი პროგრამა. ნახე, ჩვენ აქ ვართ ხალხი, რომლებიც ყველაზე ჭკვიანს უყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა რა და მაგიტო ჭკვიან ადამიანთან გვაინტერესებს რაღაცა საუბარი. წიგნების გამოცემა ესეც შეიძლება. გინდა რომ ხო ვიცი, მაგრამ მე დაბანებით. მე ხვდებოდი ვარ აქ ეგეთი ადამიანი და ეს ის უნიჭიერესი, ყველაზე ერუდირებული კაცი. ვერ ვასწრებდი მეთქი ტრილოგიის ავტორი. ხო. სასაული და ის მეჭდების ზანებლის მეორე ვერსია.
განახსით მე ბოლოში. კი ბატონო. ტიგრის გამოცემა საქართველოში არ არის ადვილი ამბავი, სხვათა შორის. ნუ ხა ვისაც ფული აქვს შეიძლება დაბეჭდოს ნებისმიერი რაღაც, მაგრამ გამოსამლელობა რო გამოსცეს, ეგ საკმაოდ რთული არის და ნუ ხა ეს სერიაა უბრალოდ ვარტანუჯისა, მე ურჩევ ხოლმე სხვათა შორის, ვისაც დიდი არ შეუძლია დიდი ხანი წაკითხვა და რაღაცა 200 და 300 და 400 გვერდისა უცებ რაღაცა ინფორმაცია რომ მიიღოს რაიმე თემის შესახებ არის თანსაკითხავი ქვია სერიას და აი დაждები და 30 წუთში რომ წაიკითხავ რა ბოლომდე ისეთი ისინი არის წიგნებია და თქვა მგზავრობ სადმე ან რაღაცა მაგრამ ესეთი ტიპის წიგნია ეს ამ სერიაში სხვა წიგნებიც არის მეც ვარ რამდენიმეს თანაავტორი ასეთი სერიაში მაგრამ ეხა ეს რა თქმა უნდა აკადემიური გამოცემა არ არის და ეხა ისტორიკოსები ძირითადად ბეჭდავთ აკადემიურ წიგნებს რომელიც განსაზღვრულია უბრალოდ მეცნიერებისათვის შემთხვევაში და საზოგადოება ფართო საზოგადოება იმდენად არ იცნობს ეს პირიქით არის ხო უფრო ეს პირიქით არის რომ ყველამ წაიკითხოს და ეხა ვისაც დანარჩენი ხა აკადემიური ცოდნის მიტანა საზოგადოებამ და უფრო ადვილია პოდკასტის საშუალებით და ამიტომ გავაკეთებ მწარე პოდკასტი შემდეგ და შესაბამისად იქ მე ვეძახი ისეთ ადამიანებს ვისაც აქვს რაღაცა კვლევები თუ იმ საკითხში არის პროფესიონალი ისტორიკოსი ან ამ შემდეგ და მე ისაუბრობს რა თქმა უნდა კომპეტენტურად ყავდა ეხლა ბოლოს სტუმრად ხო ბაქრაძე აი მე ლუდის თემაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნეა საქართველოში ხო იმის თქმა მინდა რომ მწარე პოდკასტის ლინკი ახსენე რაში იქნება და მეგობრებო აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ არხი და ჩაუჯექით იმიტომ რომ მართლა საინტერესო საუბრობენ საინტერესო თემებზე და ხო მწარე პოდკასტი სახელი საიდან ეგ როგორ ამბავია ზოგადად მე რაც ისტორიკოსი და ვიკვლევ ისტორიას იმის მერე ყოველთვის მახასიათებს თქვათ ობიექტურობა ჩემ სფეროში და ყოველთვის საქართველოს ისტორიასაც მათ შორის ისევე როგორც ნემერ ქვეყანისა მესამე პირში უყურებ ხოლმე ასე ვთქვათ რა მე არა როცა მეცნიერებაში გადავდივარ იქ არავის უპირატესობა აღარ ენიჭება ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ყოველთვის ძალიან ობიექტური ვარ ხოლმე, რაც ხშირად იწვევს ხოლმე, რა თქმა უნდა, გაღიზიანებას ადამიანებისა, რომლებიც მიჩვეულები არიან, მაგალითად, უქარქაშო ხულებით ისტორიის შესწავლას და შესაბამისად, მე რო აწყდებიან რაღაცა ფაქტებს, რომლებიც არის წყაროებს და ასე შემდეგ, მე ბევრი ღიზიანდება ხოლმე ამაზე და ამიტომ ვიფიქრე, რომ ახან ამ პოდკასტში მე ასე ვაპირებ საუბარს და ეგ ჩემი სტილია მეთქი. ამიტომ წარე პოდკასტი უნდა იყოს, რომ ვიღაცას მოეწოდოს, ხო, ეგ არის რა, ძირითადად კი. ბატონო. არა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მეუბნება ხოლმე რომ რა არის ყო ამაში მწარე პირიქითო ძალიან კარგი და სასიამოვნო ტკბილი არის ეს ეპიზოდები მაგრამ უთხარ გააჩნია ვისთვის მეთქია ამიტომ არის რა არა ვისე ისტორიის კუთხით ძალიან ისე ვიცით ხოლმე ქართველებმა არა გიორგი თქვენ არა გაგძელი ეს არის ჩემი თავნაწამყვანი ანუ ძირითადად ესე ზის ხოლმე ქვეწამყვანი ხო და მინდი გააკვარ. მიკროფონი მაინც მიიწია, იმიტომ რომ შენი სუნთქვა მაინც გააგონე მაყურებელს შემო გიორგი. ხო და რის გამო კაი, დავანებოთ ამას თავ. გამოფხიზდება, ცოტა ხანი ის დრო ჭირდება ეძინა წეხან და გავაღვიძეთ. ქართული ისტორია ვიცით თითქოს და დამახინჯებულად ქართველებმა რა რაღაც ეგ მომენტები გვაქვს ხოლმე რომ რეალობას თვალს არ უსწორებთ თუ რა დავარქვა მაგას რა. ეგ მე მგონი ბევრს ჭირს. ხო და რა საიდან გამომდინარეა ეგ შეგე. ყველა ეს ჭირდება თავის წარე პოდკასტი რა. ხო რომ დაინახონ რეალობა რა. ეს მაგრამ არ არის ყველასთვის კი არ არის ახლა ეგ. ვისაც არ უნდა და თავისი რაღაც სხვა ვერსია ურჩევნია რომელიც მისთვის მისაღებია, არ არის პრობლემა ხა. მაგას ვინმე კი არ აძალებს რომ მოусმინე და გინდა თუ არა ესე იყოსო რა. ანუ მე ყოველ ეპიზოდის დაწყების წინ ესეთ რაღაცას ვამბობ, ჩვენი ინტერპრეტაცია რომელიც ეფუძნება ლოგიკურ მსჯელობას და ფაქტებს და თქვენ როგორც მიიღებთ მე ამას და რომ გაიაზრებთ, თქვენზეა დამოკიდებული უკვე დანარჩენი ხა. ჩვენ არავის არ ვაძალებთ რაღაცას. ჩვენთვის ყოველთვის ისეთი წარმოდგენა აქვს ხოლმე რომ გეგონება ჩვენ ვაჯაჯგურებთ, გინდა თუ არა ასეაო რაღაც ისტორიაშიო და ეგრე არ არის. პირიქით ჩვენ ვხსნით ხოლმე რომ ინტერპრეტაციაა რა ისტორია და არ არის რომ რაღაცა 100%-იანი ასე არის. ანუ ისტორიაში ჭეშმარიტების პოვნა რთულია მაინც ვთქვით რომ ხო, უფრო ვერსიები არის ასე ვთქვათ, რომელთანაც ყველაზე ლოგიკურად რომელიც ჯდება ამ შემთხვევაში ეპოქის სტანდარტებში და შემდეგ ის არის მე რაც უნდა მივიღოთ ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ აი რაც ყველაზე მეტად რამის არაფერი. ხო, რა ვისი დამახინჯებაც ვისი დამახინჯებაზე ვგიჟდები ისტორიის, ეგ არის რუსებს გამოსდით ხოლმე ყველაზე მეტად რა, ეგ ყველაზე ლამაზად მაგის გაკეთება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდი რომ კი და ნუ ეხა ეგ ძალაუნება ჩვენზეც ზემოქმედება აქვს. ეგ მიდგომა გვასწავლეს. ხო. როგორ უნდა გამოკერდა. გადაწერო ისტორია შენთვის ასარგებლოდ რა. კი, რა თქმა უნდა, ვერსიას ქმნი. ეგ ყველა ისე სულ შორის არა მარტო რუსებს, ზოგადად ეგ დამახასიათებელი არის, მაგრამ რადგან ეხა დასავლეთში ასე თუ ისე იმდენამდე მივიდნენ, რომ მე გადაიაზრებინათ
მგონიათ რომ აღარ სჭირდებათ ასე ვთქვათ აი ამ რაღაცა იდეოლოგიურ ჩარჩოებში ჩაჯდომა ხო? მოდი რომ თავისუფლად ვიკვლევოთ რომ როცა იკვლევ ამ შემთხვევაში უკვე სოციალურ ისტორიასაც ყოველდღიურობის ისტორიას და შემდეგ იცვლება მიდგომა რა ისტორიისადმი და აქეთ მარტო პოლიტიკური ისტორიის კვლევა ხდება რომ მეფე კარგი იყო ამდენ ჯარი შეკრება წავიდა და მოიგო ომი აი დაახლოებით ეს ვარიანტია და ჩვენ ახლა ვცდილობთ ხოლმე რაღაცებს შევავსოთ ისეთი რაც აი დიდად იმდენად არ იყო აქამდე არ იწერებოდა. ხო, მაგრამ ძალიან ან იწერებოდა რაღაც იდეოლოგიურ შარჩოში, აი მარქსისტული მიდგომით მაგალითად. მაგრამ ძალიან ის წინააღმდეგობაში ხომ მოდის ხალხი, როდესაც არაპოპულარულ აზრს გააჟღერებ ან ისტორიის მონაკვეთს მოუყვები, რაც როგორ თქვა. აი მაგალითად ლევან ბერძენიშვილი რო ყვებოდა რო ამბობდა ერეკლეზე რომ მოღალატე იყო და დედის ტრაკი რო აგინეს და დაახურეს და კუჩაში ვიღაცები ხვდებოდნენ და აგინებდნენ აფურთხებდნენ რაღაც ეგეთი რაღაცა შენი აზრით შეიძლება ანუ ხო აქტივს მაგის უფლების თქმა ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება სადაც არის შეუძლია ნებისმიერ მსგავსი რაღაც თქვას ხო ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს და კომენტარი გააკეთოს ამის საპირისპიროდ ხო რაღაცა რომ თქვას რომ მე ესე არ ვფიქრობ და ესე იყო მაგალითად მაგრამ უბრალოდ რა შესაქმე იცი ხა მართალო გითხრა ეგ გამნათქვამი და არც ეგ ლექცია მეც ძალიან არ მესიამონა იმიტომ რომ ჩემი უხეშად იყო ნათქვამი როცა რა ისტორიკოსები ისტორიაზე მსჯელობენ ხოლმე ძალიან ხშირად უშვებენ უხეშ შესწომას შეფასებაში იმიტომ შეფასება ისტორიული ფიგურის საიქნებათ მოვლენისა ძალიან დიდი სიფრთხილით არის საჭირო იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი გარემოებაა რაც ზემოქმედებს რომ ეს რაღაც ასე რატომ მოხდა რომ მიზეზ შედეგობრივი კავშირია ძალიან ვრცელი და ხა ეგრე პირდაპირ დახეთქება რაღაცისა ბუნებრივია რომ არის პროვოკაციული საკმაოდ რა და ამიტომ ჩვენ მაგალითად მაგას არავის არ ვაკეთებთ ჩვენ იმიტომ რომ ჩემი პოდკასტები 2 საათი ზოგჯერ და 2 საათი ნახევარი და ეს დეტალებში არის ახსნილი აი რატო არის ეს ასე და იქ წყაროები ფაქტები ლოგიკური მსჯელობა ყველაფერი და მე ამის შედეგად მიდიხარ რაღაცა აზრამდე ანუ მანამდე უნდა აუხსნა რომ ეს ასე რატოა რა იმიტომ რომ აი მე გადაცემაში მივიდიოდი ხომ ტელევიზიაში მეტყოდა რომ 5 წუთში მოყევი სოფლიოს ისტორია და ხა რა უნდა მოყვე 5 წუთში მე რაღაცას ვიტყოდი და ხალხი იმაშებოდა ეს რა რატო ამბობს ეს რატოა ვითომ ესე და რაღაცა და რატოა ესე აი მაგას ვსნი წარებულ ტელევიზიაში მაგარი ბიზნესია ის რაღაც გეუნებიან აი ხეს მოგვიყევი ეს და ორ წინადადებას ვიტყვი დიდი მადლობა დღეს ეხლა შემდეგ კითხვა უკვე რაც ანუ ლევან ბერძენიშვილს შეასწავლა და მაგაში არის თანხმები და პლუს კიდე ეხლა წარმოვიდგენ ტელევიზიაში მეუბნებოდა პროდიუსერი რომ აი ისე ილაპარაკება 2 წლის ბავშვებს როგორც აუხსნიდიო მე მოვუთხარე ეხლა მაშინ უნივერსიტეტში ვასწავლე და 2 წლის ბავშვებს როგორც ვილაპარაკები ისე როგორ აუხსნა მეთქი ეხლა ხო და შესაბამისად მე ჩემი პლატფორმა გავაკეთე და იქიდან მოღვაწეობ ასე ვთქვათ თვითონაც აღიარებენ რომ კაი აუდიტორია ხო თქვა ეს თოჯინები და აი მიდიოდა მეფე და ესეთი კითხვა ისტორიაში თუ არის ვინმე ადამიანი ცოტნის გარდა ვინც წყლის მაგივრად ამდენ ლუცვავდა კი როგორ არა სხვადასხვა გრუტე პიერი იყო ასეთი მეკობრე იყო მე-15 საუკუნისა გერმან ჰოლანდიურ წარმომავლობის სავარაუდოდ არა გერმანელი იყო მეუჭოლიც ხო და როგორც ცნობილია გრუტე პიერი სახელი მას ეძახდნენ ისეთ მეცახელი ქონდა რაღაცას ნიშნავს დალიე დაცალე ბოლომდე და ის ჭურჭელი ითიც ისვამდა ცნობილია რომ იყო რამდენიმე ლიტრი ესეთი დიდი რაღაც უზარმაზარი და ბოლომდე მაგრამ ფიზიკურად როგორც ცნობილია ეს კაცი იყო 2 მეტრზე მაღალი რაღაცა დიდი აღნაგობისა და მაგის ხმალიც არის შემორჩენილი გრუტეპიერის ხმალი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხმალი რაც კი გერმანიაში ორსახელური ამახვილებს უწოდებენ ხოლმე მსგავსი რა ხო და შესაბამისად მართლა ხმალზე ამბო მე შენ არასელოდებო რა ხო მე სამწუხაროდ მე მოკლეს ეკაც დასაჯეს სიკვდილით მოკვეთეს თავი მაგრამ ნუ ცნობილი სმელი იყო თავისი დროის მე ვიცი სიკვდილის რასაც ისურვებდა ბოლო კაკი ხო ის არსებობს ისიც წმინდანები ლუდისა არნოლდ სუასონელი ხალხს მოუწოდებდა რომ ლუდი დავიწყო მაგრამ ეს მიზეზი ლუდისაო ნახე სადღაც ახსენა მიზეზი აქვს მაგას რომ მაშინ რადგან წყალი საკმაოდ ისეთი ადვილად ბინძურდებოდა და სუფთა წყლის მარაგი შუა საუკუნეების საკმაოდ ძნელი ლუდი რომელიც იხარშებოდა ბუნებრივად უფრო უსაფრთხო იყო და შესაბამისად აი ეპიდემიების დროს განსაკუთრებით ვინც ძირითადად ლუდს მოიხმარდა და არა წყალს წყლით რაც ვრცელდებოდა ის არ ემართებოდა და შესაბამისად მაგით მე რომეში ძალიან გავრცელებულია წყლით რაღაც მე რომეშია რომ მოვიწამო და მაგით ვარ. ვერ ვენდობი მე ეხა რავი. თბილსერვის ენდობი ცოტნე შე. ხო. ბავარიას ვენდობი. თბილსერვის ლუდს რომელიც პასტერიზებულია. ხო, მით უმეტეს ორჯერ პასტერიზებული. კი ბატონო. ბავშვები ცნობდნენ და მაშინ არ იყო. შუა საუკუნეებში ბავშვი არ არსებობს ფაქტობრივად. ბავშვი გულისხმობა ბავშვი დაიბადება, იქიდანვე დიდი არის. ესე ითვლება. შეგიძლია ილუსტრაციები ჭერს ხელში
ილუსტრაციებს რომ ნახოთ, როგორ არის ხატული ხომ ბავშვი. ვიცი რომ იყო მარტო ის. ხო არის დედა და ბავშვი რო უჭირავს ხელში. იმ ბავშვს აქვს დედის ასაკის სახე. ეგრე ხატავდნენ. უკვე შედიო რომ 6 წლის და 7 ტანსაცმელი წლის არ არსებობდა ბავშვს. ბავშვის ტანსაცმელი არ არსებობდა. ანუ ზუსტად დიდისა როგორიც იყო ის იკერებოდა. როგორ პატარა ზომისა რა. ასე რომ შუა საუკუნეებში ამბობენ ხომ რომ ბავშვი არ არსებობდაო რა. ხო და ის ლუდის თემაში არსებობს მითი რომ კონკრეტულ არა ზოგადად იმაში თუ ზოგადად ეგრე იყო. ასულში ეგრე იქნებოდა. საზღვრები შენ არ გახსოვს თორე ჩვენ დროს ახლა ლუდი მაგით. ან ბავშვობა არ ქონდათ ფაქტობრივად. ან მაკედან მოდის ის ხო ბავშვი ვიცი აკვანში მოდის მითი არსებობს რომ ყველაზე რეკორდი არისო. ხო, ეგ რესლერი იყო ცნობილი. რესლერი ხო და მაგის ის არის? მაგანდალია. ერთ მაგაზე ერთი მაგარი ისტორიაც არის კიდე, თვითმფრინავის ტუალეტში რო გაიჭედა ეგ კაცი რა. ეხ ხო არის წიგნში საინტერესო. რა არ გაჭედილი იყო? მაგრამ რა იყო იცი თვითმფრინავსად ეს კაცი იყო მართლა ანდრეს ჟაიანტი იყო მახელა რესლერი მგონი არ ყოფილა რა ან უზარმაზარი იყო რა. ანდრეს ჟაიანტი ის არ არის. ხუჭუჭად მარო ქონდა. დაავადება ხო რაღაცა. დაავადება გიგანტი ადამიანს ელექტრონეთ რო ფილმებშიც არის სადღაც. ბევრი ისტორიებია მაგაზე ხო რომ ეს ლუდი მგონი 50 კილა ლუდი თუ რაღაც დალი ერთი იყო და იმაზე მისვლაზე და ასე შემდეგ რა. და მოკლედ ძალიან საინტერესო ტიპი იყო. ეგ მახსოვს რომ ერთი ამბავი იყო რომ ტუალეტში გაიჭედა იმის თვითმფრინავში და ძალიან თუ დღეს ჩავარდნენ თვითმფრინავის სამგზავრებით დაჯდომა მოუხდა. თვითმფრინავს გაიჭედა. რა ცუდი რა. ან დიდია. 2 და 20 რაღაცა. 2 მეტრ ნახევარი. 2 და 20 რაღაცა მასოს რო იყო რაღაც და ანუ ეს კი, ანუ ხელები რო ძველი ფეხები ძაა და დიდი ჩუვაკია ესეთი. იმის გახსენება. იცი ვის გავს მაგრა? ჰერკულესში რო ის სერგიეს გავს ვადაშორს. დაამთავრა ბაზარი. დაამთავრა. აი ეს ჰერკულესში რო ის არის კენტავრი. ეგეთი ტიპია ზუსტად. არა, ეგ სხვა, ეგ სხვა არის, შენ სხვაზე. ეს ვაში გეშლება ხო? ეს სხვაში მეშლება? ხალიში გეშლება მე მგონი. ადამ სენდერის ფილმებში არის ხო ეგ მაშინ მე ხალი ქვია მაგას. მაშინ მეშლება, აბა ის რომელია? ადრეზე ჯაიანტ უფრო ძველია, ცისფერთვალება იყო, ხუჭუშათმიანი, ძალიან მაღალია. იმის გახსენებაზე ახლა რო იყო საუბარი, რომ ბავშვებიო ესო მოხუცები იყვნენ რო ეგრევეო. დაბადების არავე ესეთი კითხვა მაქვს, აი რომელ დროში იცხოვრებდი ისტორიოს რომელ პერიოდში? ხო, რომელ პერიოდში მოგზაურებდი, იცხოვრებდი, რავი, იცხოვრებდი თუ იმოგზაურებდი, აქ საინტერესოა. ძველ არსში თანამედროვეში ვიცხოვრებდი. მეც გეთახმები მაგაში, მაგრამ მაინც აი რო ჩავთვალოთ, რომ იქაც არსებობს კბილის ექიმი და რა ქვია, წამლები რა, ანტიბიოტიკი და რა. იღებდა ხოლმე შუა საუკუნეებში. აუ. აი მაგის გამო არ ვიცხოვრებდი არც ერთ. დამატებითი პროფესია იყო ჭედრისთვის კბილის ამისა რა, ამგვარად. არც ერთ დროში არ ვიცხოვრებდი მაგითო. შენ გააქვს რა? არა, აი, მოდი წარმოვიდგინოთ, რომ მედიცინა შენ გააქვს, ანუ სხვებს არ ვიცი, მაგრამ შენ გააქვს მედიცინა და დახვედი ისტორიულ სტომატოლოგიურ დაზღვევა გააქვს მოკლედ. მაგალითად მე-19 საუკუნის შუახანებში ევროპის მაგალითად ან საფრანგეთში ან გერმანიაში ასე რატო? მაგ პერიოდში იყო მეცნიერებაში და ისტორიაში მათ შორის ყველაზე მეტი აღმოჩენებისა და ახლის შექმნის და დაწერის პერიოდი და ასე რომ ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა რომ ასე თქვა თუ იყავი მეცნიერებაში რაღაც ახალი სიტყვა გეთქვა ამ შემთხვევაში და ყველაფერი მაშინ იქნებოდა ფაქტობრივად რუკაზეც მაშინ ხდება სოფლიოს დატანა ისე როგორც დღეს ვიცით. და არც წყვავდა. ხო და შესაბამისად ხო და შესაბამისად არც ხო. ამიტომ ამიტომ მე მგონი იდეალური პერიოდი მაგ თვალსაზრისით. მან მაგ პერიოდში ვიცხოვრდი. ვიცხოვრდი 90-90-იანი წლების ამერიკაში ასევე. ოქროს ხანა იყო მაგ თვალსაზრისით და ჩემი აზრით ყველაზე მაგარი პერიოდი იყო. აი ჩვენთვის რო 90-იანები ყველაზე ცუდი დროა. ევროპისთვის და ამერიკასთვის ყველაზე კარგი ოქროს ხანა იყო. ხო რა. აუ ხო ზუსტ. აი ეხლა რო დავფიქრდი, ალბათ იდეალური პერიოდია. მე დაუბრუნდი აქ და ომი მიმდინარეობდა თბილისში და რაღაც პურის მანქანით წაიყვანდა პერიოდია. ყველაფერი ყავდა კულტურა, მუსიკა, რა ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად რა. კინო და ასე შემდეგ. შესაბამისად გონდი შენ ასე პერიოდი იყო. ბიჭო, მეც არ წავიდოდი ძალიან შორს უკან. მე ხო ძალიან მიყვარს რეტრო რაღაცეებზე. ჯავანაძის დროს არის ცხოვრობდი საბჭოთა კავშირში. არა, ხო ის რა ქვია, იმას შევცვლიდი უბრალოდ. ისტორია შეცვლიდი? ადგილმდებარეობას შევცვლიდი, რომ რეტრო მანქანები უფრო კარგად მენახა და ამერიკანო შენც მაგას ალბათ 90-იანი 80-იანი 90-იანი არა, უფრო ძველი ალბათ 60-70-იანები და თან 60-იანი როკის იდეალური ის იყო რა ქვია. მაგორი რაღაცით გავერთობოდი რა, როკით და ძველი მანქანებით. ისტორიაში მე სუსტი ვარ, მაგრამ ცივი ომი დასრულდა 90-იანების ბოლოს. არა, ცივი ომი ვატრაკებ, ცივი ომი არ დასრულდა.
აბა ის რა ქვია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ცუდი პერიოდი რა აღზევების პერიოდი რო დაიწყო ამერიკაში ხო იქ რაღაც 10 წელი გავიდა თუ რაღაც სანამ დაიწყებოდა ეს აღშენებლობა ბრჭყალებში ანუ ცივი ომი პირიქით ცივი ომი რო დაიწყო მან დაიწყო განვითარება ამერიკა ხო მეორე მსოფლიო ომის მერე ისედაც ბუსტი იყო გარკვეულწილად მსოფლიო ეგრე ახლა რაღაც დიდი ის რომ მოხდება უბედურება ეკონომიკასაც იმას აძლევს მერე სტიმულს და ზოგადად კულტურასაც და ყველაფერს ეგ კი არა შაუჭირი რო იყო შუა საუკუნეების ევროპაში იმას მოყვა რენესანსი შემდგომში რაღაც ეგეთი დიდი უბედურება რო ხდება ხომ ბევრი ხალხი რო იყოცება რაღაც ქვეყნებში რაღაცები იცვლება ახალი გადანაწილება მერე აუცილებლად რაღაც განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში მაგარი განვითარება ხა ეგრე მგონია საქართველოზე როგორ მაგარი რაღაც გველოდება საქართველოს შველისხმე თუ მეზობელი იმპერია ინგრევა ჩვენი ბუსტი ეგ არის ყოველთვის ანუ გვერდით უნდა დაინგრეს რომელიმე მეზობელი იმპერია და აი მაგ დროს იწყება ხოლმე საქართველოში ერთი დასანგრევი და იმედია ეტირება ხო შიგნითაც მეგულება იმპერია რომლის დანგრევასაც ყველაში ნუ ეგ ხო ეგ არა საქართველოს ის გვაქვს ხოლმე საკუთარ შეცდომებზე სწავლა გვიჭერს ხოლმე თორე დანარჩენი კიდე ხო ზოგადად და მე ეგრე უყურებ ხოლმე რაღაცა ყოველთვის ერთი და იგივე ხაბახში ვებმევით ხოლმე ქართველები. მარტო ქართველები კი არ მთელი სოფლიო ეგრე შვება რა. აი დააკვირდით მეორე სოფლიო ომის წინა მდგომარეობას ძალიან გავს მაგალითად ეხლანდელი პოლიტიკური სიტუაცია სოფლიოში და ასე რომ სიტუაციაც იყო. ხო, ამიტომ ხშირად არის ეგ თითქოს ისტორია არ მეორდება ზუსტად არასოდეს, მაგრამ აი რაღაცით გავს ხოლმე რა ყველაფერს. იმიტომ რომ ადამიანის ფსიქოლოგია მაინც და მაინც არ იცვლება დროთა განმავლობაში ისევ რაღაცა იგივე იმაზე ტრიალებს. ხო, მაგრამ იმას რო შევხედოთ რა ქვია მაგას აი ზოგიერთი ქვეყანა რეალურად თავის შეცდომებზე სწავლობს და პირიქით უფრო მეტად ვითარდება. აი ფინეთი ავიღოთ. რეალურად იგივე გზა გაიარა რაც საქართველოს, ხო? ანუ ბრჭყალებში რა თქმა უნდა, მაგრამ კერძო უარესი გზა გაიარა, იმიტომ რომ 39 წლიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირთან ომი მეორე მსოფლიო ომი, მერე კიდე რა ვიცი, მესამე მსოფლიო, მეოთხე. რამდენი წინდა, იმდენი იყო და ეხლა არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ერთ-ერთი იმით რა ქვია, ბედნიერების ინდექსით და რა ვიცი, ცხოვრების დონით და კორუფციის დონით და ყველაფრით რა. გეოგრაფიაც უწყობს ცოტა ხერს ახლა რა. და ხო, არა, გეოგრაფია კი ბატონო, ეგ, ნუ არა, პრინციპში რო ავიღოთ და დავფიქრდეთ. აგერ ყავთ რუსეთი. მაგრამ აქეთ ყავთ შვედეთი. აქეთ ყავს შვედეთი. აი ეგ მომენტი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ აი შვედეთი გვინდა ერთი კვერცხე რომ ცოტა რაღაცას დავემსგავსო. და თან მეტი არავინ არ აყავთ. ამობენ რომ ადრე ადამიანები უფრო ბევრად მაღლები იყვნენ და ბევრად დიდი ხანი ცოცხლობდნენ. რა იყო, ანუ რა ითვლებოდა ადრე მაღალ ადამიანად იდეაში? ეგ ორივე ტყუილია ესე. უფრო ბევრად ცოტა ხანი ცოცხლობდნენ და ბევრად დაბლები იყვნენ. ბოლო საუკუნეში დაახლოებით 10 სანტიმეტრით გაიზარდა საშუალო სიმაღლე ყველგან აბსოლუტურად. შესაბამისად ადრინდელი დიდი სიმაღლე იყო სადაც მეტრი 75-დან 80-მდე ითვლებოდა ძალიან გოლიათურ აღნაგობად. მე მახსოვს ხა შეგაწყვეტილებთ რაც ამოსაჭრელი იქნება პროსტა რო არ გაუსწორო. სიგრძე არ გაიზარდა. ჯიგარი. ეს ბოდი შეიმართლა ეს რო არ მეთქვა. აი მაგალითად რომ 18 საუკუნის ცნობები რომ გვაქვს, როცა წერია ხომ ადამიანზე რომ აი ეს იყო გოლიათური აღნაგობის ისეთი გამორჩეული ჰუსარი ან რა ინდიანაში. ბოდი რომელი საუკუნე თქვი? 18 საუკუნეში ხდება ეს აი ნაპოლეონის ომები დავიწყოთ, მაგრამ 19 საუკუნე დასაწყისი თუნდაც ხო? ნაპოლეონზეც გაბუქებული იყო ცოტა მაღალი ყოფილა. ნაპოლეონი ნორმალური სიმაღლე იყო იმ დროში. 68-დან 70-მდე იყო, რაც მაშინ ითვლებოდა საშუალო სიმაღლეთ. უბრალოდ საქმე რა შეეხა, ნაპოლეონი ძალიან შეერთდა ხომ გამოსახული თავისი იმპერიული გვარდიის ჯარისკაცებთან. თუმცა ესეც დგას და ეხლა რა შესაქმე ის გვარდიის ჯარისკაცებში მიღება ხდებოდა როგორ იცი გარდა იმისა რომ სტაჟი უნდა ქონოდა სამხედრო სიმაღლეც უნდა ქონოდა 1.75-დან ზემოთ უნდა ყოფილიყო მინიმუმ შესაბამისად ისინი ყველა ვარიანტში ნაპოლეონზე მაღლები იქნებოდნენ ასე რომ დანარჩენთან შედარებით დამდგარიყო იგივე ზომისა იქნებოდა რა ამიტომაც არის ხომ შეიძლება გაბუქებული ეს ინგლისელებმა გააბუქეს ძირითადად ნაპოლეონის სიმაღლე იმიტომ რომ ინგლისელები ძალიან ცნობილები იყვნენ კარიკატურებით და რადგან ნაპოლეონი მათი მტერი იყო ხატავდნენ ხოლმე ყოველთვის რაღაცა ჯუჯა ბოროტო ჯუჯათ რაღაცა ესე და შესაბამისად გააბუქეს ეგ საკითხი დანარჩენი ისე ჩვეულებრივი საშუალო სიმაღლის კაცი იყო და აი რასაც შეეხება ასეთ მაღალ ადამიანებს აი 1.75-დან 1.80-მდე ითვლებოდა ხოლმე რომ აი პოლკში ან სადმე რომ ცხენოსათა ნაწილში რაღაცა ვიღაცას გამოარჩევდნენ ხოლმე რომ იტყოდნენ რომ გოლიათური აღნაგობის ესეთი და ესეთი აი ვიცით რომ მაქსიმალე იყო ის დაახლოებით იმიტომ რომ მაგ პერიოდში უკვე ჩვენ გვაქვს ისინი ეგ კი არა მე-20 საუკუნის დასაწყისში გვაქვს ჟანდარმერიის ცნობები საქართველოში
რო აღწერილი ყავთ ციხეში ხო ვისაც იჭერდნენ ასე ვთქვათ მთელი ეს ისა გვაქვს არქივი ვინ გაზომილია სულ ყველა რამ სიმაღლეა და შემდეგ და როგორც ხახსოვთ ჩემო მეგობარმა დაითვალა ეს მთელი ისა საშუალო გამოიყვანა და მეტად 63 გამოვიდა დაახლოებით ქართველი კაცის საშუალო სიმაღლე ამის მიხედვით და ნუ დაახლოებით იგივე იყო სამეზობლოშიც რა ეგ ხო ლოგიკურია იქიდან გამომდინარე რომ კვების ხარისხი ეგ ხო ბევრი ფაქტორი მოქმედებს მაგაზე არა საბოლოო ხო და წარმოგიდგენთ ხე იაპონელები განსაკუთრებით იაპონელები იყვნენ ყველაზე დაბალები ამ შემთხვევაში იმიტომ რომ სამურაის ისინი რო ნახოთ აბჯრები ძველი შუა საუკუნეების პერიოდისა იმდენად პატარაა რომ ვერ წარმოვიდგენთ რომ ეს დასრულ ადამიანს ეცვა რა უმეტესი ესეთი საბავშვო სათამაშო ხო საბავშვო მაგრამ მინდა რომ მოხდა ომში შუა ეს ფეხებით რო ურთხოვარ და არა იმაში ვატერლოოს სადაც არის მემორიალი იქ არის მუზეუმი სადაც იყო გამოფენილი უნიფორმები რა იმ პერიოდის ჯარისკაცების ინგლისელი კავალერიის ოფიცრის და შემდეგ იცით პატარა ზომებია უბრალოდ რა დღეს შეიძლება რაღაც მე-5 მე-6 კლასელმა რო ჩაიცვას დაახლოებით ანუ მაგ პერიოდში 2 მეტრიანი ადამიანი რო დაბადებულიყო იქნებოდა ძალიან გოლიათური ხო და შეიძლება ანუ მაგედანაც მოდის ის მითები და ზღაპრები ხო მაგრამ რა არის უმეტესობა მაგ მითებში რაც არის ხოლმე ის ადამიანების ჩვეულებრივი სიმაღლისები არიან რა უბრალოდ ეგ სხვა მხრივ არის გაზვიადებული ასე ნუ უბრალოდ სიდიდის ის არის ხო ზღაპრებზე გამახსენდა ჰანს ქრისტიან ანდერსენი იყო 85-ო თუ რაღაც ეგრე და ითვლებოდა რომ ანომალიურად მაღალი ხო ანუ ჩემი და შენ სიმაღლე იდეაში და ანომალიურად მაღალი იყო და რაღაც აბულინგებდნენ ამის გამო და ჰა მე და შენ რა ჩვენ რო გავიჩი შენ რამდენი ხარ სიმაღლეში 90 ჩვენზე მაღალია вообще ხო და ამიტომ ძალიან გაზვიადებულია ზოგადად ჩვენ მეფეებზე რა სიტყვი ანუ რომელებზეც არის რომ მეფეები სამწუხაროდ ისინი არ გვაქვს თვითონ არანაირი რაღაცა არანაირი ის არ გვაქვს ხო საერთოდ არაფრით ხო და ასე რომ მაგასე ვერ დაადგენ რა იმიტომ რომ ცნობების მიხედვით ეგრე ყველა აღმოსავლელი მონარქია ეს პარსელი იქნება თუ ინდოელი თუ შემდეგ არის 3 მეტრის სიმაღლეში და ირემს ეწევა სირბილში მაგრამ ანუ დაჩეს ვერ გაიგებ რა იმიტომ რომ ეს თუ არ შეისწავლე იმისი სხეული ხო შესაბამისად აზრი არ აქვს სირბილში წაკაი აუცილებლად მონარქის მოთხოვნები სამი მეტრის სიმაღლე ეგეთი გამუქებული რაღაცებების არის კიდე რაც შენ მოგხვედრია და ხო ანუ ყველა კარგად ისვრის მშვილდისარს აი ესე რომ შენ ისარსის აშირო აჯენდეს აუცილებლად და კარგად ანუ ყველა რაინდული თვისება რაც არის იმის აი პიქშია რა წარმოვიდგინოთ რომ RPG თამაში და ყველაფერი ლეველი და ბოლომდე გაყვარ დავარ მეცავე რა ყველაფერი პიქში უნდა კონდეს რო კლეთ რო ბოდიში რა ბოდიში განსხვავება რა არის ხოლმე იმაში დასავლეთ ევროპაში ქონდა სხვანაირი მიდგომა მეფეების გარეგნობები არის ხოლმე აღწერილი როგორიც იყო ხო რეალურად ხო ამიტომ რომ იქ ისტორია იწერებოდა გაცილებით რომ მრავალფეროვანი სოციალური ფენები წერდნენ ისტორიას ჩვენთან წერდა მეფის მემატიანე რომელიც კარზე კონკრეტული პიროვნება ხო რა ბუნებრივია მაგრამ იქ რაღაც ბარონის ის რო წერდა მაგალითად ნახა მეფე მოყო მოსული სტუმრად ხო წერს რომ დიდი ღიპი ქონდა რიჟა იყო რაღაც ცისფერთვალება და ლუყე ბღაჟღაჟა კაცი და ბევრ სვამდა და ასე შემდეგ ეგეთი მეფეები აღწერილი იქ რა შედარებით და ამიტომ განსხვავდება ხოლმე ძალიან აღწერილობები ამ თვალსაჩინით ერთმანეთისაგან შესაბამისად ძალიან ძნელია ზუსტი იმის დადგენა გარეგნობის ახლა ინგლისელებმა კიდე ასე თუ ისე ზოგიერთ მეფის სამარხი რო შესწავლილი აქვს თუ იცით რომ როგორები იყვნენ იმის მიხედვით რიჩარდ მესამე საფლავი რო იპოვეს მაგალითად რაღაც მანქანების იმაზე რო სადგომზე ხო ამოიგოს და შეისწავლეს და აღადგინეს კაცი როგორი იყო ფიზიკურად რა და შესაბამისად წარმოდგენა აქვს რანაირი იყო მაგალითად რიჩარდზე იყო ასეთი გავცელებული ხომე ჭორი რომელიც თიუდორებმა გააკეთეს ბუნებრივი იმიტომ რომ მაგისტრები იყვნენ კუზიანი იყო და იმასთანაც შექსპირთანაც რომელიც თიუდორების კარზე იყო შესაბამისად ეს არის ხომე რომ აი კუზიანი ბოროტი ესეთი თლად არ დადასტურდა ამ ჩონჩხით რა რაღაც ცოტა დეფორმირებული თითქოს მხარი და რაღაცა არის რაც მაშინ საკმაოდ გავრცელებული იყო ხომე სხვა შორის იერარქიის და აღჭურვილობის ტარების და რაღაცის გამო მაგრამ ჩვეულებრივი საშუალო სიმაღლის ნორმალური ტიპი იყო ასე ვთქვათ რა ამიტომაც არის რომ აი ძალიან ძნელია ძველ
ადამიანზე თუ ჩონჩხის და იმის გარეშე აღდგენის გარეშე მაგაზე მსჯელობა რომ როგორ ტექსტში რაც წერია საერთოდ ჩვენ პრობლემა ის არის ხომ კიდე წყაროში რაც წერია გონიათ რომ ეგრეა ისტორიაში ყველაფერი და იმას ჭირდება ჯერ ავიცი 500 საცერში გატარება სანამ იქიდან რაღაც ინფორმაციას მოიღებ ნორმალურს რა ის სად იყო მონარქები იყვნენ საშინელად მახინჯები იქიდან გამომდინარე რომ ინცესტის ჰაბსბურგებს ახასიათებდა თო ხო კულტურა ასე იმიტომ რომ ჰაბსბურგები თითქმის მთელ ევროპას მართავდნენ მაშინ და ესპანეთში ჰაბსბურგები იყვნენ და საღვთო რომის იმპერიაში ჰაბსბურგები იყვნენ და ერთმანეთზე რო ქორწინდებოდნენ მე შესაბამისად ხდებოდა მე რეცესიული ხო და საკმაოდ დამახასიათებელი ჰაბსბურგების ყბა რო ქვია ხო წინ წამოწეული რაღაც უშნო ყბა ხო ირემს ეწეოდა უცან გამეც ეგენ ირემს ვერ ეწეოდა რეგინი ვერ ეწეოდა ფოტოშოპის მართლაც მეფეს მე მე-15 საუკუნის მე განსაკუთრებით უფრო უარეს ჯანმრთელობა ქონდათ ხომ ხშირად რატომ შაქარს იღებდნენ ან გლერქისთვის მაგალითად ან თუნდაც რაღაც დაბალი რანგის აზნაურის და შემდეგ უფრო არ იყო ხელმისაწვდომი ის რაღაცეები სიახლეები რაც კულინარიაში შემოდიოდა მაგალითად ამერიკიდან რაც შემოვიდა მე უკვე ლერწმის შაქრის შემოსვლა დაიწყო და იმდენად მაღალი სტატუსის მანიშნებელი იყო რომ ჩაშავებული კბილები ქონდა ადამიანს ამ შაქრისგან გაფუჭებული რომ ვისაც არ ქონდა შაქარი ნაჭამი ისიც იშავებდა ხოლმე ხელოვნურად რომ მოჩენილიყო რომ აი მე ისეთი მდიდარი ტიპი ვარ და ეს რომ ასე გაშავებული კბილები მაქვს ხო რა ასე რომ მოდაში იყო ეს ჩამოყალიბებული პერიოდი ისტორია გვაქვს ბიჭო ანუ ისტორია არის იმდენად საინტერესო და იმდენად ზოგჯერ მარაზმში გადადის რომ აი მაგის მოსმენით ვერ დაიღლები რა. კიდე ერთი კითხვა ესეთი. ყველაზე ისეთი დრამატული ფაქტი რა გახსენდება ისტორიაზე, აი ხა რომ მოყვე და ისტორია რო შეაყვარო ხალხს მაგით. ისტორიას ავსე ხა შეგვიძლია ვთქვათ ასეთი ფაქტებით რა. საერთოდ მითოლოგიზების გარეშეც ისტორიაში ბევრი ისეთი ამბები არის მომხდარი, რომელიც კარგ ლიტერატურულ ნაწარმოებებს დაამშვენებდა რა. მე მაგალითად ახლა მახსენდება კრესის ბრძოლაში მე-14 საუკუნეში ხდება ეს, ინგლისსა და საფრანგეთში 100 წლიანი მიმდინარეობს და საფრანგეთის მხარეს კრესის ბრძოლაში იბრძვის ჩეხეთის მეფე, ბოჰემიის მეფე იან ლუქსემბურგელი, რომელიც იყო ბრმა, აბსოლუტურად ბრმა იყო, თავის ძოზე მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში ბალტიისპირეთში და თვალების ანთება დაემართა და ორივე თვალი დაბრმავდა. და ეს კაცი ბრძოლაში იმყოფება რაინდულად, სრულად აღჭურვილი არის და ვერ ხდება შეხიდავს უბრალოდ. გარშემო თავისი დაცვა მოყვება, რამდენიმე კაცი არიან და ამ ბრძოლაში აშკარად თავიდანვე ინგლისელები იგებენ, იმიტომ რომ ფრანგებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და ბრძოლა დაიწყეს ნაადრევად, ასე ვთქვათ რა. აი მაგალითად ინგლისელები რომ გამზადებულებიან პოზიციებზე დგანან, აი ესენი მოვიდნენ და რადგან წვიმა და ტალახი და უბედურება იყო, ვერ ჩამოაღწია აღალმა, აი რაც მოქონდათ ხოლმე რაღაცეებთან რა ჯარს. და იმ აღალში იყო დიდი ფარები, პავისები, რომელსაც ეწოდება, რომლის უკანაც ისროდნენ ხოლმე მიარბალეტეები. ანუ უკან დატენიდნენ ამ არბალეტს, ჩადებდნენ ისარს და მე გამოყოფდნენ ისროდნენ იქიდან და საფრანგეთის მეფე მუბრძანა მიარბალეტეებს რომ მიდითო და მაგფარების გარეშე შეუტიეთო რა ინგლისელებს და ისინი მშვიდოსნები არიან რომლებიც გაცილებით სწრაფად ისვრიან. ესენი მივიდნენ და ჩაიხოცნენ ბუნებრივია ამ იმაში ისრების წვიმაში სანამ ეს დატენის ამ არბალეტს და გაისვრის ის მანამდე 5 სარს ესვრის ამასობაში. შესაბამისად ამიტომ ფარი ჭირდებოდა. ამიტომაც ეს მიარბალეტეები ჩაიხოცნენ. ეხლა წავიდა კავალერია შეტევაზე რომელიც ამ ტალახიან და იმაში რა თქმა უნდა ისე მოხერხებულად ვერ არის რა. და ნუ აგებენ ამ ბრძოლას აშკარად და ამ მეფემ გაიგო თავისი შვილი შარლი იან ლუქსემბურგელმა ჩეხეთის მეფემ ბრძოლაშია სადღაც იქ და უთხრა ამ თავისი მეფეს რომ წამოყვანეთო მეც უნდა მოიქნიო ერთიო ხმალიო რა ისე არ წავალო ამ ბრძოლის ველიდანო იცის რომ განწირულია ფაქტობრივად რა ყველაფერი რა ამათ რა გაკეთეს ეხა ეს მეფე როგორ წაეყვანათ ბრმა იყო თავიანთი ცხენები ჩააბეს მეფის ცხენს ან ჯაჭვებით გადაებდნენ ერთმანეთს და წავიდა ეს მეფე შეტევაზე შუბით წინ გამართული შუბით ამ ინგლისელებს შეესიასკა და ასე ვთქვათ რა ბრმა მეფე ვერაფერს ვერ ხედავს ეს თავისი დამცველებიც გარშემო მიყვებია სადღაც შუაში არიან გასულები უკვე ინგლისელებისა ცენტრში და სულ ყველა დაიხოცა და ბოლოს ეს ბრძოლა დამთავრდა იპოვეს ეს ბრმა მეფე რომელსაც მაგარი ნაუმარი ჰქონდა მიუხედავად აი ამ თავისი სიბრმავისა და ეს თავის ხალხიანა დახოცილი ერთმანეთზე გადაბმულები სულ ყველანი რა ასე რომ ეს რაინდული ისტორიები საკმაოდ რეალისტურად მაგარი სასწაული იყვნენ ხარ ბრმას რო უნდა გაყვე როი სადი ვიღაცა ხესთან ვარტყმევინე რაღაცა ჯოხი მე მეგონი ისტორია ეგრე დამთავრდება რომ თვითონ რაღაცა აი გავედი მომკრა რომ მიურთავ ჯახ ჯოხ ვაი ეს მომიკელი მეფეო
მიდი მოკალი დამარცხდი და ეკა ისტორია მომეწონე მე არ ვიცი ალექსანდრე ღაზას ალყა შემოარტყა ალექსანდრე მაკედონელმა როგორ ღაზას შემოარტყა ალყა ალექსანდრე მეგვიპტისკენ გზაზე როცა იპყრობდა სპარსეთის იმპერიას და თვითონ ანუ აძურა რა გალავანზე ალექსანდრე და რომ გადავიდა გალავანზე კიბე ჩავარდა და დარჩა გალავანზე თვითონ ამ ღაზის დამცველებთან ერთად მარტო რა და იქამდე გაკაჩა ეს ბრძოლა სანამ ესენი ისე მოადგავდნენ ამ იმას კიბეებს და თავის ხალხი დაეხმარებოდა ზედ რა მაგრამ 1-10 ჯერ იყო დაჭრილი მაგ ბრძოლაში მაგის მე ყველაზე რთული მომენტი იყო მაგის ალბათ მთელ სამხედრო კარიერაში რა ბიჭო უნდა გეთქო კიბე გადაუგდე მოდი ეს დამოსლებს ასე რომ ეგეთი ისინი ეპიკური ისტორიები არის ხოლმე მეფეებზეც მათ შორის რა ნუ ყველა მეფე არ მიუძღოდა ბუნებრივად ნაპოლეონზეც შეიძლება გავიხსენოთ თუნდაც ეგეთი ნაპოლეონს მაგალითად ესეთი გამონათქვამი ქონდა თვითონ რომ იმ ტყვიასო რომელიც მე მომკლავსო ჩემს სახელი იქნებო ზედ მიწერილიო ანუ ეს ნიშნავდა რომ თუ არ მიწერიაო მაინც ვერ მომკლავენ ამიტომ ისეთ ადგილზე დგებოდა ხოლმე ზოგჯერ ბრძოლის დროს რომ აი რა ვიცი არის ნახატებზე 50-50-ზე რო იყო შანსი რომ მოერტყათ რაღაც ან ყუმბარა რაღაც იმიტომ გვერდით მარშალი ბესიერი იყო რომელსაც ყუმბარა მოხვდა ნაპოლეონის გვერდით იდგა და ყუმბარამ წააგლიჯა ესა და ნახევარი ტანი და თავი რა და შესაბამისად ხა მაგის სიტუაციაში იდგა ხოლმე უყურებდა იმას რა შესაბამისად ლიდერების ეს რაღაც იმამაცე მთლად გაზვიადებული არ არის ხოლმე ხშირად სჭირდებოდა პირადი მაგალითი ხოლმე რა ჯარს ხო რა თქმა უნდა როცა მეფის მაგალითზე ძალიან ეპიკურია ესეთი ისტორია ჩვენ მეფეებზეც ხო არ ეგეთი ისე ძირითადად წინი მიუძღოდა ხო არის საერთოდ მეფის ბრძოლაში ჩართვა არის აი როგორი რაღაცა იცი ვაბანკზე მიდიხარ გარკვეულწილად რა ის რომ მოკლან დამთავრებულია რა ყველაფერი ამიტომ ძალიან საჭირო დროს უნდა მიიღოს მონაწილეობა და უნდა მიიღოს მონაწილეობა აუცილებლად კარგად დაცულ იმაში რა ჯარი და ჯარი ვინც მიყვება თავის მცველები იმას უზრუნველყოფენ რომ ეს ამიტომ ძალიან ხშირად მონაწილეობს ხომ მეფე და ხა წარმოუდგენელია წინა ხანზე იმდენი ხანი იბრძოლოს რომ ვერაფერი ვერ მოარტყას და ვერ მოკლას ხო მაგრამ ამ შემთხვევაში კარგი დაცვა ქონდა ხომ უზრუნველყოფილი და მაინც შედიოდნენ ხომ შიგადაშიგ მონაწილეობას იღებდნენ მაგრამ უმეტეს შემთხვევაში 90% შემთხვევაში მეფე არაფერში არ მონაწილეობს უშუალოდ ბრძოლაში მაგრამ აი უკიდურეს შემთხვევაში ყოფილა ნუ ესეთ შემთხვევებში აქვე ყველაზე ისე კომიკურზე რო გადავიდეთ და მეფეები რომლებიც ყველაზე სასაცილოდ მოკვდნენ რამე გახსენდება შენ ეგეთი სასაცილოდ რომ მოკვდნენ სასაცილოდ რა ეხლა სასაცილოდ სიკვდილი რა სასაცილოა მაგრამ უცნაურად აი მაგალითად ვინ იყო ის ფრანგი ლუი მე რამდენი იყო არ მახსოვს ტახმა რომ მოკლა ერთი ეგ ვიცი კი მახსოვს ერთი ნადირობის დროს ოღონდ ცოტა როგორც ახსოვს ცუდი ტიპი იყო არ იყო კარგი ტიპი მეტრეფე ისდებოდა დარწმუნებული ვარ ახი რო ბიჭო პროსტა ის იყო რა ხო ერთი ისეთი საფრანგეთის ერთ-ერთი უფლისწული მოკლა როგორც ქალაქში მიდიოდა ცხენით პარიზში და ღური გადმოუხდა წინ და ამ ცხენს შეეშინდა და ეს ჩამოაგდო და დაარტყა თავი რაღაც დაზიანდა და შეეწირა მაგ ამბავს მაგალითად იყო შემთხვევა მაგას საფრანგეთის მეფემ თავი მიარტყა იმას კარებში გადიოდა დაბალკარში შედიოდა შარლ მე ფრანგების პრობლემა არის ხო განსაკუთრებით ეგ რაღაცები ხო რა იყო ისე ძალიან დაბალი ის იყო და დიდი ხის მორი იყო გადებული ესე და რო ჩადიოდა ადრეაწია თავი და აარტყა მაგრა ძალიან და ისე დაზიანდა რომ შეეწირა მაგ ამბავს კიდე მაგალითად იმპერატორ ზენონის სიკვდილით საკმაოდ საინტერესოა რომ ერთხელ ან იმპერატორ ზენონი მაგარი მსმელი იყო რა ბიზანტიის იმპერატორი მე-5 საუკუნე. და ერთხელ მაგრა დათვრა, გამოთვრა და ეგ უნდა თავისმა ცოლმა, რომელსაც ეთქვა ამის თავიდან მოშორება უნდოდა, არიადნემ, უთხრა, მოკვდავ იმპერატორი და კუბოში ჩააწვინა. თუ ჩააწვინეს კუბოში დაახურეს თავზე და იბა გამოფხიზდა შიგნით და ყვირის მიშველეთ იგივე გამოშითო, კაცშვილი პატრონი არ არის და მოკვდა როგორც ცნობილია შიგნით დაიხჭო მე. ეგეთი ისიც გვაქვს. და მე რაღაც მიმის მე გახსნეს და რამე და მე ჰენრი პირველზეც ინგლისის მეფეზე გვაქვს ის საინტერესო ამბავი რომ ექიმმა დაარიგა რომ არ გეჭმევა უცოდე სალამურა თევზიო და თუ შეჭამ უცოდე მოკვდებიო რა მეფემ ჭამა სალამურა თევზი და მოკვდა ეგეთი ისტორია არსებობს მეფეს ხო ესპანეთის ერთ-ერთი მონარქი არაგონის მეფე იყო ნავარის მარტინი რომელიც საჭირდა დიზენტერია დიზენტერია იცით რაც არის ხო და თავისმა სახური შემოვიდაო ოთახშიო და ამან კითხა სად იყავიო მეფემ და იმან უპას რაღაცა ანეკდოტი მოუყვა რა და ახლობთ ისეთი რომ იქ ნახეო ხეზეო ირემი ეკიდა ისევ გეგონება ლეგუს ქურდობისთვის იყო დაჟილიო და ამ მეფეს სიცილი აუტყდაო და დიზენტერია მიაწვა ამ დროს და ნუ შეეწირა მაგ ამბავს მოკლედ რომ ვთქვათ რა ჯონ უმიწაწყლოზე გვაქვს კიდე ესეთი ინგლისის მეფეზე ეს ვარდაში რუოლტერ სკოტს უწერია და მე რომ დამაინტერესა რა მაგ ამბავ მომენტ რუოლტერ სკოტი ხა ავტორია ისა წერალია რა მაგრამ მე რომ გადამოწმე დიზენტერია შეეწირა ისიც მაგრამ დიზენტერია
რამ გაუმწვავა. ჯერო ატმით გაძღაო, მე ახალ ლუც მიასკდა და ბოლოც მოიღო, ასე წერია. ხო, ეთქო გაუმწვავა. და ბოლოს 12 ლარიანი ძაკიანი შაურმა. და სხვადასხვა იგივე მითი ან დიზენტერით დაიღუპა დავით ულუ მაგალითად. საქართველოს მართლა? კი. დავით შულთან დიზენტერია ორივე ჩვეულებრივი. ან დიზენტერია მუცლის სალმობაო, რასაც ქართულად კი ან რაღაცა მუცლის ან კუტნაცავის რაღაც პრობლემა დაემართა მასთან და მის შვილსაც ორივეს და მაგას შეეწინენ. ზოგადად ყველაზე გავრცელებული შუა საუკუნეებში მეფეებისაც არა მარტო ჯარისკაცების სიკვდილი იყო დიზენტერია ზოგადად. ხო, ანუ სტანდარტული ხო, იმიტომ ჩვეულებრივი. რომ ანტისანიტარია იყო რა. მე ის ჰიგიენის თემა რომ პირიქით ითვლებოდა რომ ეგ არ არის მთლად მართალი. დაბანა არ არის მართალი. არ არის კაიო. არ არის მართალი სხვადასხვა. არა, ხო? არა, ძალიან გაზვიადებ მე-19 საუკუნეში საერთოდ შუა საუკუნეებზე გაჩნდა რომანტიზებული ძალიან არასწორი წარმოდგენა, რომ აი მაშინ ესე იყო ისე და მე ის მე დამკვიდრდა ეს მითები. ისიც აი დედამიწა ვითომ ბრტყელი რო ეგონათ და შემდეგ, რომ აი დროთა განმავლობაში ანუ ინკვიზიციაზე. ინკვიზიცია რო გონიათ, რომ დღეში 5-8 წავდა იმაზე კოცონზე. სინამდვილეში რამდენიმე საუკუნის საქმეები შეისწავლეს და ერთი კაცი ყავდა 2 საუკუნის მანძილზე და ისიც მაგათი უშუალო იმით კი არა. უბრალოდ მაგათ ვიღაც დაეკითხა საიდანაც რომლიღაც გადაყურებული სოფლიდან და იმათმა დაჭრას თავის იმაში. აი ხა გვაქვს თამაში რა, მოდი ვითამაშოთ და აქ ვერთობით ხოლმე მარტო ის არ არის სერიოზული საუბრები როგორც ვიხდი. აუ, ძალიან ძიმე თამაშია, ხო? ძალიან ძიმე თამაში გველის წინ და თამაშია, იმიტომ რომ ვითამაშო და მე აი ტროაზე არ დამავიწყოთ, ხო? ძალიან კარგი. საინტერესო თემა გავახსენდა მაგაზე. სანამ თამაშზე გადავალთ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ჩვენს წარდგენს ლუდისას, ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას, რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და ასევე აქვე თამაშის თავარ სპონსორს, ესე ვიტყვი, ალკოსფეროს მინდა გადაუხადო მადლობა და თამაშის შინაარსსაც ვიტყვი და მიხვდებით რატო ალკოსფეროს ცალკე მადლობა. მოკლედ გვექნება თამაში, სადაც იქნება მითი თუ რეალობა, ან რეალობა უпростоრად, ეს იქნება რეალობაო, ეს იქნება მითიაო. თუ გამოვიცნობთ, არაფერი არ ხდება, შეგვიძლია გავაგზავნოთ პატიოსთან ცხოვრება, თუ ვერ გამოვიცნობთ, ალკოსფეროსგან ბოძებულ ტეკილას, თითო შოტს ჩავარტყამთ თითო არასწორ პასუხზე. სან ხოსე. აბა, გადაცემამდე არ გასინჯე ხო შენ? არა. ხო, ჩვენ გავსინჯეთ კიდე მე რამდენად არ ვიცი, მაგრამ ჩემო გიორგი, სამარილეზე ერთი სამარილი რომ მომაწოდო, თუ შეიძლება? კი, ჩემო. ტეკილას მე მარილის გარეშე ვერ დავ. აჰა, ჩემო ძმა. მოკლედ, მზად ვარ თამაშისთვის, თქვენ თუ ხართ მზად თამაშისთვის, მადლობა გენაცვალეთ. დავიწყოთ. ოქროს თევზს 3 წამიანი მახსოვრობა აქვს. სწორი ხარ, 3. ღამურები ბრმები არიან. ბიჭო, მეც მაკაცი მყავს ძმაო. ღამურა და ბრმა. დალიე, ბიჭო. სან ხოსე? არა, თხუნელა რო გეთქვა დავფიქრდებოდი ისე. ღამურაზე? ბანანი კენკრა, მარწყვი კი არა. მოიცა გავიაზრო შეჩემო. წამეთხოვა მეც გავიაზრებ. პირველ ჭიქა დავლე დილის 8 საათზე. კენკრა? მარწყვი არ არის კენკრა. ბანანი კენკრა, მარწყვი არ არის კენკრა. აჰა, თუ დავლებ 3 დავლიო. 3 ესუნთ. მოატრიალე რა. კენკრა. არ არის კენკრა? გასაგებია. კაცი strawberries ქვია, მაგრამ berry არ არის რა, საქმის მაგაში. Thank you so much. Fuck off. My dear. არ მინდა რომ დაგჯაჯოთ, მაგრამ მარწყვი კენკრა არ არის. Cheers guys. მერტო, მიყვარს ეს ხალხი. მოიდა. ბევრი დატკაცუნება იწვევს ართრიტს. ართრიტი რომელია? აი ის. თქვენ ორივე გუნდიში, რომ გვიყურებ ჩვენ და შენით გაეცი პასუხი კითხვაზე. სწორი ხარ 3. პირველ ნაწილს ამან მოდი. ბაზარია. შემდეგი კითხვა. ადამიანების სიბნელეში ანათებენ. ადამიანების სიბნელეში მე ანათებენ. დაველოდები გიორგის პასუხს და მე იმას ვისამ. გიორგის პასუხს დაველოდებიო. აი ხაბად ხომდა. ერთი წამი აგიხსნი. ვაუ, აგიხსნი. მე აგიხს, მე შემიძლია აგიხსნა. შენ შეგიძლია ამიხსნა? რა თქმა უნდა. მედია პამხსნი. იმიტომ რომ ფოსფორი გვაქვს შემცველობაში. არა, ვითარ შემთხვევაში. ენერგიას გამოყოფს ადამიანის სხეული დაახლოებით ნატურის. კიდე ენერგიული განახო? ენერგიული
ძროხებს ყავთ საუკეთესო მეგობარი და თუ დააშორებთ დეპრესიაში ვარდებიან. მეგობარიო თუ ვარხი აგრომენი დამეხმარა პასუხის გაცემაში და დარწმუნებული ვარ სწორია. კი ბატონო, სწორი ხარ. ძროხის ექსპერტი. სულები გამოგეშვატრა. შაქარი ბავშვებს ჰიპერაქტიულს ხდის. არა, დალიეთ სამი. ჩემთვისება გამოსტილი ბავშვებაში. ჩემი ერთი სამიც შოკოლადებს რო ჭავს დარბის ხოლმე. კიდევ ერთხელ ჩავერთვები. პალაცებოს ეფექტია მეგობრებო. მართლა? პლაცებოს ეფექტი შეჭება ადამიანებში ენერგიის მომცემი არის აღჭირწყლები რანაირად ამით მოდი ჩემო ძვირფასო ხალხო ჩვენ გავამწერებს გავუმართოთ. რა შენ გერაცვა გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. რაღაცები რაც არის საჭირო იქ ახლა მე კარგად ვერ ვლაპარაკობ. ნახეთ მაგ ყველაფერს ვიზამთ ზუსტად იმის მერე როცა დავლებთ პლაცებოს ეფექტი. მე 50000-ზე პლაცებოს ვაფშე ეფექტი 50000-ზე სტუმარიც მოდის ართრები. სტუმრად ისე ვინოდეს 50000. გიორგი კალატუზი ეგრე უნდა გამოვაწყო. ტრამ ხო და კალა მოყვება ცოტნეზე ისეთ რაღაცას რასაც ვერ მოისმენთ ვერსად. და ლია შენ. კი. ვახ ჩემი კაი. აი თავიდან იზახდა რომ ალაო. სიკვდილის შემდეგ თმა მაინც იზრდება. მოიცა ეხა მინდით არაო მოდი მე კისავწა. ხო და დალიე. მე დავლიო? დიახ. თმა არიზდება უბრალოდ ადამიანური პატარავდა. არა ბიჭო ეგ როგორ არის ისი? თმა ვერ გაიჟე. შენ შემთხვევაში თმა მაინც არ გაიხსნა. ჩემ შემთხვევაში თორე აღრია. გაჩნია მელოტია თუ არა? არ არის. ფრინველები არ შარდავენ. ვა. ეგ არის ახლა პერსპექტივის. გააჩინათ UFC-ა. არა, გაიგულისხმება, ანუ შარდოვანა გამოიყოფა, მაგრამ ახლა არ შარდავენ. კედელთან არ დგებიან და აშვებიან. ორივე მაწეკა, მე წინააღმდეგი ვიქნები, ისე უნდა დავლიო. დალიე ისე. ოჯახ გიორგი, იყავი წინააღმდეგი შენ. აბა ბიჭო მე რასაც ავწევ იმას რომ წევთ თქვენ ეგრე კი არა ვარ. რა? ბოჯოსა ერთად ვსავენ თურმე. აი გვიცოდი, მაგრამ ბიჭო ეგ არის. ხო, მაგრამ ეგ ვიგულისხმე, ანუ და ბოლო მეგობრებო. მოიცა? და ჯერ დალიოს. აჰა. მაკი ალბათ იცით ხო, Apple-ის ოპერატიული სისტემა, Max ვირუსი არ ემართება. ეხა ჩემნაირად აწევენ ესენი ორივე. მაქვს ვიცი არ ემართება? ოკეი. დალიე. რატო ვიმაინე? ნუ ლეგენდა არსებობს ეგეთი რომ არ ემართება, ალბათ შენს ექსპენია. როგორ შეიძლება არ ემართებოდეს კომპიუტერულ სისტემას ვირუსი? ბიჭო კომპიუტერს ვირუსი როგორ და გაცილდეს კომპიუტერ? ეხა მეუნებიან იქნება რომ შენ ხო დამარცხებული. მე არ ვარ დამარცხებული, მე ვარ გამარჯვებული, და ყველაზე მეტი დავლი ეს გემრიელი სასმელი. მართლა კარგი რაღაცა არის, ეს დამევასა მე, ესე კაი ტეკილა არ დამელებია მე. გამიჩალეჭე ფაქტობრივად რა. ჩემზე გავრცელდა მითი. აბა ფორუმზე, თბილისის ფორუმზე, რომ მე გედევან პოპხაძესთან და გიორგი ბაქრაძესთან ერთად ვსვამდი ბელგიურ მაღალგრადუსიან კვადრუპელს, როშფორს, რომელიც არის ყველაზე ერთ მაღალგრადუსიანი და ძლიერლუდი, მაგას და თან შატო მუხრანის ჭერტას ვაყოლებდი. ანუ ესეთი მითი გავრცელდა რა. ანუ გედევან პოპხაძე ცხოვრება ამ თვალით არ მინახავს და გიორგი ბაქრაძე პოდკასტში მყავდა უბრალოდ სტუმრად ბუდის თემაზე რა. მაგრამ ეს საიდან მოიგონეს, ნუ არ ვიცი, მოკლედ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ეს დღევანდელი ამბავი ხო რაღაც დონეზე ამიხდა რა ეს მითი. გედევან პოპხაძეზე არ გეცი. ვითომ გედევან პოპხაძე და გიორგი ბაქრაძე. და ხე გედევან პოპხაძე შესკა გამოიშვირა ხელი. იყავი ახლა მაგ რეალობაში იცხოვრე რამდენი ხანი წინდან. გედევან პოპხაძეზე არ გეცინება. გიორგი. გედევან პოპხაძე იცი ვის გავსე პირველ ბეტმენში თუ მეორე ბეტმენში რო პინგვინია დენირო რო დავეჭს. როდრიჟა არის. მაგრამ არ გავს მაგას. რატო წაშალო კაც რა გინდა რა.
ტროაზე გამახსენდა ესეთი ამბავი, რომ ბოლო პერიოდი განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე ისტორიის დამახინჯება, განსაკუთრებით Netflix გამოსდის ეგ ყველაზე ლამაზად. ისტორიის დამახინჯება ფილმების და იმით რა. აი, მაგალითად, ნახე, არ მაქვს ხოლმე პრეტენზია იმაზე, როდესაც ეს რაღაც დროში ხდება, ეს არის სრულიად მოგონილი ისტორია, არანაირ ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული, უბრალოდ აი და იქ, რავი, შუა საუკუნეების ინგლისში შავკანიანი ტიპი ასწავლის როგორ ისროლოს ის არის თეთრკანიანი ტიპი. პირობით, არანაირ პრობლემა არ მაქვს მაგასთან დაკავშირებით. მაგრამ არ ვიცი გაქვს თუ არა, ნახე, გენიალური სერიალი, ტროა რატო გამახსენდა. სერიალი, სადაც შავკანიანები არიან 90% პერსონაჟების, ბერძნები, შავკანიანი ბერძნები, ზევსიც შავკანიანია, აქილევსი ვიღაცა ჟიმავს, მაგრამ კაი, საბერძნეთში ეგ კაც ამ შემთხვევაში, საბერძნეთში კიდე მოსული იყო ეგ თემა, რამდენადაც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში. შავკანიან, ხო, ну მოკლედ. პერსონაჟების 90% არიან შავკანიანები. სადა აქ ნახი არ მინდა რომ კითხოს შემა. გიორგი, შენ წარმოიდგინე. Netflix-ის არ არის, მე მგონი ეს არის BBC-ის არის, ხო. უარესი. აი, რეალური იქნება. Netflix-ი მოვიყვანი როგორც მაგალითად. ხო, არა, ისე გავხსენე რომ მე მგონი მახსოვს BBC-ის არის ტროა ეგ რა. ანუ ვიცი რაზეც არის საუბარი. შენ ხედავ? ყველას გვაქვს ნახი ეგ შენს გარდა და გეუბნები წამოდი ჩვენთან ერთად იარეთქო. კაი რაღაცებს გაყურებინებთ თქო და არ შვები. მოკლედ. კაი რაღაცა აკილებს რაღაც ზარგს ნახე. ეგეთ ბერძნები ზარგები. რაღაც მომენტში უბრალოდ წარმოიდგინეთ სიტუაცია რომ ვიღაცა უყურებს მაგ სერიალს და გონია რომ გონია რა მაგ სერიალის ყურების შემდეგ რაღაც მომენტში ჩავა საბერძნეთში და რამდენად გაუცნობდება იმედები რომ ბერძნები თურმე სრულიად სხვანაირი გარეგნობის ხო. აკილებს ვიღაცას რომ ჟიმავდა ამის გამო მოყევი შეჩემა? რომ იმედი გაუცნობდებოდა. გიორგი, შენ რაც გინდა მარტო ის გესმის შეჩემა. შეცვალის სრულად ისტორია იმ კუთხით რომ არა, აკილებს შეიძლება ვიღაცა ჟიმავდა და თავისი პირადი საქმეა ეგ. არ ვერევი მაგაში. მაგრამ აკილებში რომ შავკანიანი არ იყო, ეგ არის, რავი, ალბათ ვერ იქნება. მაგრამ კიდე მეორე პრობლემა არის, აკილევსი თუ იყო. ხო, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ანუ ბერძენი პერსონაჟის გამოყვანა შავკანიანი. ხო, არა, ეგ რა თქმა უნდა. მე შესაძლოა შეფასებებიც აქვს ხოთა შორის მოქცევია. კი ბატონო, ჩასმულობით ადრე ხო ბევრად ის იყვნენ რა, ანუ შეიძლება და ძალიან ბევრი ნაწილი უჩანდა კაცს საომარი აღჭურვილობის დროს. კი. ხო? ანუ კაშიბაზე მიდიხარ ხა რატო იყო? რატო იყო შესაძლებელი? შავკანიანს ვაправებ. შეიძლება ძალიან დასაგრული იყო პროსტა. არა, იქ არ არიან დასაგრული. არა, უბრალოდ სხვადასხვა არ გინახავს? ვაიმე, ეგეც ვინ გამოუშვა ეგ კლეოპატრაზე იყო. კი, მე მაგასაც ზუსტად იგივე ბედი ეწია, რაც BBC-ის მოსვლა. თა როგორ იწყებოდა ისი ბებიაჩი მომიყვაო, რომ კლეოპატრა იყო შავკანიანი. კლეოპატრა იყო შავკანიანი? და ბებიაჩი მომიყვაო. და ეგ იყო დოკუმენტური თან. ხვირო? კლეოპატრა იცი? ვინ თამაშობს ასტერიქს და ობელიქსში მონიკა ბელუჩი თამაშობს, ხო? კლეოპატრას როლს. ჩემი აზრით იდეალურად შეეფერება ისტორიის მონათხრობს მსახიობი. არა, როგორ შეიძლება იტალიელი თამაშობდეს ეგ ვიტყვი. თან ბერძენი იყო ეს კლეოპატრა. იმიტომ რომ მაკედონელი რა. იმიტომ რომ დინასტია პტოლემაიოსების იყო, ალექსანდრეს მემკვიდრე, ალექსანდრეს სარდლის პტოლემაიოსის შთამავალი იყო რა. და ეგენი ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ სხვათა შორის. აი მანდაც როგორც ჰაბსბურგებში არსებობდა იგივე ურთიერთობა იყო, იმიტომ რომ კლეოპატრა დაქორწინებული იყო თავის ძმაზე, რომელიც მცირეწლოვანი იყო გაცილებით მასზე. უბრალოდ სტატუსისთვის და ზოგადად მემკვიდრეობის გაგრძელებისთვის ისინი ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, რომ არ მომხდარიყო მაგიტო ჟიმავდა ყველას. აკილებში ვიღაცა ჟიმავდა აკილევსის გაგურებია კლეოპატრა რაიმ კლეოპატრას რამე ისტორია წყარო არის რომ ეს ხო ცოტა გარყვნილების ისიც არის მან ჩაქსოვილი რაღაცა რამდენი ყოფილა იცი რა არის ეგ ძირითადად რაც კლეოპატრას მოდი მითხარი ისტორიაში ყველაზე მეტი რამ ეგ მაგას ვერ და მაგის ისტორიკოსი არ არის ვინმე არა სექსის ისტორია შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება არის დასავლეთ ძალიან მე შესწავლის პროცესში ვარ ორდოჰაბი შესაძლოა ძალიან პოპულარული მიმართულებაა ის სერიალი მანდ გქონდა ნახე ჩემი აზრით ის სერიალი როგორც ასეთი
სრულად მაგის ყურება შეუძლებელია. უბრალოდ შეიძლება გადაავლო თვალი და მიხვდე რაც არის რა ხარისხი სიდება და კლეოპატრას რაც შეეხება ორი იცით რაც ძირითადი მისი ის ქონდა უთეთი იულიუს კეისარი და მარკუს ანტონიუსი ხო მე მისი სარდალი კლეოპატრას გარეგნობაზე როგორც ასეთი აი დეტალებში რო ვიცოთ რანაირი იყო როგორი იყო რა ფერის თმა ქონდა არაფერი ფაქტობრივად ეგ არის ყველაფერი ჩვენი ფანტაზიით წარმოდგენილი ამ შემთხვევაში და ვინაიდან ხა კეისარი ჩავიდა იქ და მოიხიბლა კლეოპატრათი მერე მარკუს ანტონიუსი მოიხიბლა რაღაცა წარმოდგენა გაჩნდა რომ ეს იყო ეთყობა ძალიან ლამაზი ქალი რადგანაც ეს რომაელი სარდალი ჩავიდა იქ და ასეთი ძლევამოსილია შემდეგ და ის დასვა ეგვიპტის ტახტზე მერე თავისი ძმის მაგივრად ხო რაღაცა ესეთი ის გაჩნდა მაგრამ გვაქვს ჩვენ ბიუსტებიც გვაქვს მონეტა და ასე შემდეგ და ჩაულებრივი ბერძნული როგორც ტოლემაიოსების დინასტიის ქალები იყვნენ ესეთი აღნა გარეგნობის ადამიანი ტიპიური აი ხმელთაშუა ზღვისპირული გარეგნობის ქალი იყო რა ასე ვთქვათ მაკედონური ბერძნულ მაკედონური წარმომავლობისა ასე რომ მაგის გარეგნობაზე შეიძლება და ხო ეხლა იცი ყველაზე უკეთესი ვარიანტი ეხლა იმას რაც მე გადაიღეს იმ დოკუმენტურში მონიკა ბელუჩის ვერსია გაცილებით უფრო რეალისტურია იმაზე. ხო, მაგრამ არც ეგ არის მთლად რეალობასთან ახლოს. ის ხო არის რა ქვია, ირანელი დედოფალი იყო თუ რაღაც ძალიან ბევრმა ტიპმა თავი რომ მოიკლა რამოდენიმე პრინცმა თუ რაღაცა ის რო იყო. რაღაცა ეგ რა არის. ნახე, მან ალბათ ის მომენტიც არის რომ ძალაუფლების მოპოვების გამო ულუაში და ის რო მე როგორც ვიცი მითი არის ეგ ამბავი და ინტერნეტში ვრცელდებოდა უბრალოდ ის არის მაიმუნობა? კი და როგორც მახსოვს ეგ იყო რაღაცა თეატრი თუ რაღაცა იყო იმის კარზე შაჰისა რომლის ერთ-ერთი მსახიობი იყო როგორც მახსოვს და არანაირად რეალურად გამოიყურებოდა ისტორია. მე როგორც ვიცი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ერთ-ერთი მითი არის ეგ. მე მაგიტო არ მჯერა რომ აი ერთადერთი საიტი ალბათ სადაც ვნახე ეგ რომ ეგ ისტორია არსებობს რა და მე უკვე ზუსტად კოპი პასტი ყველა ერთი და იგივე ისტორიის. იცი რა მასეთი ფეიქ ისტორიები ძალიან პოპულარულია ან იცი რა იწვევს ხოლმე ძირითადად ილუსტრაცია რაც ადევს ხოლმე ხშირ შემთხვევაში არაფერშუაში არ არის ხოლმე ამბავთან რაც არის დაწერილი და ეგ არის ერთ-ერთი მასეთი შემთხვევა. ეგ ძალიან რეალურად გამოიყურებოდა ჩემი გადასახედა ყოველ შემთხვევაში. მე რა პერიოდის ირანზეა მან საუბარი უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ირანი რა დროსაც ირანი არის ნახევრად კოლონიურ მდგომარეობაში ინგლისთან. შესაბამისად ხა იქ ძალაუფლების ამ ყაჯარებს შორის დაპირისპირება ცოტა ესეთი ისაა რა ნათქვამია. სავარაუდოა რომ დიდწილად ეგ ისტორია არის აი რაღაცაზე დაფუძნებული მითი, ასე ვთქვათ, რაღაც საფუძველი აიღეს ვიღაცაზე და შემდგომში კი მახსოვს ზუსტად მაგაზე ვამბობ მეც. როგორც მახსოვს გადამოწმდა მე შემდგომში ეგ ისტორია და დადასტურდა რომ არ შეესაბამებოდა ზუსტად რეალობას. ქართულმა გოგომ რო გააკეთა ეგ ის გახსოვთ? არმანის ან რომელიღაც შეიძლება ბრენდის სახელში ვწდებოდე რომ ვინ წვიეს თუ რაღაც რომელიღაც იმაზე მოდის ჩვენებაზე. და ცოტა ისეთი გოგო იყო, ვერ ვიტყვი რომ რაღაც უშუალო ჩემი გადასახედიდან ძალიან სიმპათიური შეხედულების ის იყო, მაგრამ დიდი ცხვირი ქონდა, ცოტა რაღაც უცნაური განეგნობის ის იყო და პირველი ქართველი გოგო რომელიც მიიწვიეს ამ ჩვენებაზე, თუ რაღაცა პროსტა თვითონ გაავრცელა სოციალურ ქსელში რა და ძალიან ბევრმა დიდმა ნაწილმა კი არა ყველამ ალბათ რა ვინც ნახა დაიჯერა რაღაც ან შეიძლება იმიტომ რომ გადამოწმების ის არა კულტურა ან შეიძლება ვიქტორიას ეგრეზიან რაღაცაზე იყო. კრიტიკული აზროვნების პრობლემა საქართველოში ძალიან დიდი. მე სანამ რაღაცას მივიღებ ხოლმე, იმას ვამოწმებ მთელ მაშინ გაიაროს ჯერ რაღაცა ეტაპები რომ მივიდე ინფორმაციის რაღაც. ეგ კი არა წყაროც რომ რაღაცა ახალს რო იპოვო წყარო. იმ ზოგიერთი ისტორიკოს მაგათ აიღებს ხოლმე ახალი წყარო ვიპოვე და დადებს პირდაპირ გამოაქვეყნებს რომ აი ესე იყო ეს ხოლმე. არა და იმ წყარო ჯერ უნდა გაიაროს, შეიძლება ერთი წელი იმუშაო იმ წყაროზე კითხვები დაუსვა რაღაცა და იქიდან რაღაცა გამოაძვრინო პატარა ინფორმაცია, იმიტომ რომ იქ წინამდე რამე გასათვალისწინებელი მოტივაცია, რამდენი ხნის მერეა დაწერილი, ვინ იყო რა პროფესიის ადამიანის გაკეთებული არის, რატო წერს ამას ამ შემდეგ და ამის მერე რა დარჩება. აი ეს არის ისტორია უკვე. დანარჩენი უკვე ეს მოსახსნელი არის გარშემო ყველაფერი. რეალურად ხო, ანუ საბოლოო ჯამში მაინც იმ ფაქტის წინაშე ვდგებით, რომ ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სფეროა, რომელიც აი ძალიან მარტივად შეიძლება კალენდარ რეალობაში მით უმეტეს ერთი ადამიანის პოსტმა შეცვალოს პრაქტიკულად მაგის მომსწრება ყოველდღიურად. ხო, რა მე რა. სახელების წარმოშობის ისტორიაში თუ ერკვევი. სახელი გითხრა თუ იცი და ხო. ცალკე მიმართულება აბსოლუტურად, ანუ იკვლევენ მაგას. გეტყვის სახელს და თუ გეცოდინება თუ იცი. მაგრამ ზოგიერთ შეიძლება ვიცოდე. ლალის ისტორია ხო არის? აი, ჩემი მაინტერესებს ლალის რა. არ ვიცი მართალი რომ გიტყვი ზუსტად, მაგრამ ალბათ შეიძლება ძვირფას ქვას უკავშირდებოდეს რა. ლალი არ ვიცით. ლოგიკურია. ცოტნე ძვირფას დიდ ერთი წამი.
სახელია. საკმაოთო. მე უკვე საკმაოთია. შუა საუკუნეებიდან არსებობს ეგ სახელი, ხო, ფაქტია. გაინახე, შენ აზე რო არ ხარ, არც ის აზე რო. ანუ მოვლობა ნამდვილად გიორგი ბერძნული სახელია და ჩვენთან არ ქართული ქართულად ნიშნავს ადამიანი, რომელიც არაცდის მეორე ადამიანს ლაპარაკს. ნუ ჩემი სახელიც ვიცი ხა. ნიკა გამარჯვებას ნიშნავს ბერძნულად და შესაბამისად იქიდან შემოწმება. რას ნიშნავს? გამარჯვებას. ნიკა გამარჯვებას? კი. მაგრამ არის ბერძნულია ასევე რა. და ამიტომ ჩვენთან სახელების 90% არის ან ებრაული წარმომავლობის, ან ბერძნული წარმომავლობის, ან შეიძლება რუსულიც იყოს, ან შეიძლება რაღაცა შემდეგ რა. რატო კაც? შუა საუკუნეები და გვაქვს ახლა და ისეთი ქართული პირიქით. შენ ხო რუსული წარმომავლობა გაქვს? რუსული წარმომავლობა გაქვს შენ? მე? მე როგორ ვარ რუსული წარმომავლობაში? მაგათი და ცოტნე ალბათ ცოტნე როგორ შეიძლება ეხა? არა, შენ ეხა იქ მე მართლა მაინტერესებს საიდან მოდის ეს სახელი თვითონ ცოტნე. იქიდან და და ძალიან არაპოპულარული სახელია ბოლო პერიოდი კი არა და ბოლო 38 წელია. საკმაოდ ეკა ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა, სადაც ჩვენი მაყურებელი გვიგზავნის ხოლმე კომენტარებს კითხვას სტუმართან. ეგრე და ვისი კომენტარიც მოხდება გადაცემაში, მას საჩუქრად გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და ეს კონკრეტული შენ ჩვენგან საჩუქრად გემრიელად გირთვით და რავი, მეგობრებო, სანამ ჩაგვირთავენ ეკრანზე კომენტარს და სანამ წავიკითხავთ, მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და იაქტიურეთ კომენტარებში და უნდი შეიტყვის გიორგი ალკოსფეროს გათამაშება შეგიძლიათ მოიგოთ ანგოსტურა, რა თქმა უნდა ლუდისას და ბავარიასთან ერთად, ნაკრები რაც გადავიცის სტუმარს, დაწერეთ კომენტარებში თქვენი საყვარელი ისტორიული ფაქტი, მაგალითად რაც გამოყვა, ცოტა დრამატული ისეთი რაღაც ისტორიული ფაქტი და საუკეთესო რაც მოგვეწონება მე ან ცოტნეს, ან შეიძლება ორივეს, არც ეგ არის გამორიცხული, მოიგებს ანგოსტურასაც, ჩიპს ლუდისას და ბავარიასაც. კითხვა სტუმართან, რომელს ასმელს რა ხასიათს შეუსაბამებდი? ანუ რა ხასიათზე უნდა იყო რომ კონკრეტული სასმელი დალიო, ან რა სასმელი უნდა დალიო რომ კონკრეტულ ხასიათზე დადგე? მადლობა! საინტერესო კითხვა, ლევანი. მადლობა ლევან, შენ მოიგე ლუდისა და ბავარია. ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები. გიორგი, ხედავ, მე რომ ვამბობ ხოლმე ყოველთვის ამ სიტყვებს, შენ უკვე აღარ გამოგდის. აბა, გისმენთ. ჩემი საინტერესო კითხვა იყო, მართლა მეც. კი, ძალიან საინტერესო. კი და მაინტერესო. აი ლუდი დავიწყოთ, ანუ. ხო. მე ლუდი გვაქვს. მე მაგალითად ლუდს ამაში როცა მინდა კაი ხასიათზე დავდგე. არ შემიძლია არ დაგეთანხმო მაგაში. ჩემთვის ყველაზე მეტად დადებით ემოციებთან ასოცირდება ლუდი ზოგადად. ანუ ყველაზე შენი ბოდიში შეგაწყვეტინე ბორცამ შენი საყვარელი ლუდის სახეობა. არა, აი რას გამოვარჩევ. მე მაგალითად იპა არის ჩემთვის ძალიან. იცი რა მე თუ სეზონების მიხედვით უფრო მეტად რა. იმიტომ რომ ყველა მაგალითად ეხლა ზამთარში ლაგერს არ ვშლობ ხოლმე. ზამთარი ანუ არის უფრო მძიმე ლუდისთვის ჩემი აზრით. მათ შორის არის იმპერიალ სტაუტი, მათ შორის არის მაგალითად კვადრუპელი ბელგიური, ან ტრიპელი, ან თუნდაც ან დუბელი მუქი ტიპის ლუდები, დოპელბოკი გერმანული. კაი, ჩემს საყვარელ ლუდის სახეობას ვიტყვი, მაშინ ერთ-ერთს მათგან ეს არის ვაიცენბოკი არის ერთ-ერთი ესეთ სახეობა. ეს არის ხორბლის გაუფილტრავი ლუდი, რომელიც არის ლაგერული ტიპით მოხარშული და გამორჩეული წარმომადგენელი არის შნაიდერის ავენტინუს. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი. ვაიზენს ეძახიან, მე მგონი ვაიზენ ხორბლისაც ნიშნავს ზოგადად და ხო, ვინაიდან მე ლუდის ბრიტის დავიწყე, იყო ლუდი ფრანცისკანერი, რომელიც არის ხორბლის გაუფილტრავი კლასიკური ლუდი და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ის ბელგიურებსაც ვსვამ და შემდეგ, ჩემთან მაინც რაღაც ნოსტალგიურია ფრანცისკანერიც და ზოგადად გერმანული ბავარიული ლუდები და შესაბამისად ვიტყვი, რომ დოპელბოკი არის ჩემი საყვარელი ერთ-ერთი სახეობა. კაი, ხა ლუდზე თქვი თუ კაი ხასიათზე გვაყენებს. დეპრესიულ ფონზე. დეპრესიულ ფონზე უფრო მეტად სპირტიანი სასმელი შედარებით მძიმე რა. მათ შორის შეიძლება იყოს ვისკი, შეიძლება იყოს კონიაკიც, თუნდაც. შედარებით მძიმეები, მოკლედ რომ ვთქვათ რა. ამას გაგასინჯებ რა. კი ბატონო. კაი, კიდე რა სასმელი ვთქვათ? მოდი ვთქვათ, აი ღვინო, შაპანური. ღვინოც ვთქვათ, თავისთავად შაპანურიც ღვინო. შაპანური როცა სადღესასწაულო განწყობა ხო. ხო, შაპანური ასოცირდება, ბუნებრივად გახსნებოს თავის ეს რაღაც რეალა ღვინო. კი. და შოთა შორის მიუხედავად იმისა, რომ ნუ
არ ვიცი, შეიძლება ჩვენთან მაინც პოპულარული არ არის. მე პირადად მიყვარს კარგი ერთ რაღაცას გეტყვი, აბა თუ გასინჯული გაქვს მაინტერესებს. შამპანური და ფორთოხლის წვენი ერთად არეული. მაქვს გასინჯული, იმიტომ რომ კოქტეილები ძალიან ხშირად არის მაგ ბაზაზე და შესაბამისად მაქვს. ძალიან გემრიელია, პროსტა შამპანური. ცხრიალა ვინო ჩვენთან გიო გვეუბნებოდა რომ ცხრიალა ვინო ეგრე შამპანი არის საფრანგეთში შამპანის რეგიონში მოყვანილი ცხრიალა ვინო იდეაში და პორტოხლის წვენი აი უგემრიელესია ერთად არეული რაღაცა ზომით რაც დაგევასება ცნობილი კოქტეილი აპეროლ შპრიცი უგემრიელი რომ ზუსტად მაგ კომბინაციას ქნის კაი რა პროსტა მე არა აპარი შპრიცი აპეროლ ვერმუთის დახმარებით კეთდება არ გვითხოვს ისე გემრიელად და კარგად ეს არის ირლანდიური ვისკი კინაჰანსი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვისკი ირლანდიური იმის შენ დაგეტყო რომ სასმელებში ყველა ნამედარი ყველაფერში ერკვევი ოღონდ როგორც ისტორიკოსი და არა როგორც ლოცი არა რა თქმა უნდა ხო კი ჩვენ ჯერა მაგას ახლა ლოდის ტექნით რომ მოხვედი ლოცი არც ვიქნა საერთოდ არაფერი ხო და კინაჰანსი მე რო გავსინჯე მაგალითად ძალიან დამევასა მე ჩვენი სვაკაცი არის ვისგანაც გვაქვს ურთიერთობა საერთოდ ალკოსფეროსთან და ვისკი დავლიეთ ამით რა შოთებით და მე რომ ნახე ეგრე არის მევა თქე ვიცი რომ ეგრე არის მევა მაგრამ გემოს ჩატანება ესე ძალიან გემრიელი შეიძლება მე მაგალითად ესე უფრო მიყვარს ხოლმე ვისკის დალევა გააჩნია რა ზოგს მაგალითად ყინულით ზოგს საერთოდ ისე უყინულოთ რაღაცა მუღამის მომენტია რა რანაირად ესეც დამევასა ანის გაზიანი წყლითაც ასე კი ყველანაირად ხო მიყოლებით ჩასხმით რაღაცა ეგრე რა გააჩნია ზოგი შებოლილია კარგი ზოგი ისე რაღაც ყველანაირად საერთოდ ესეც დამევასა შენი აზრიც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით როგორი გემრიელი იქნება და თუ გაგისწორდება მე ჩემ ფავორიტებში გადავიდა განსაკუთრებით ფასთან მიმართებაში რო გავიგე რა ღირდა ეს ვისკი მე ბევრად უფრო დავაფასე რა და ალკოსფეროში არის მარტო ეს ძალიან ნორმატულია ხო და აი ძალიან გამისწორდა მაგ მომენტში ფას გეტყვი მე ეხა აქ არ ვიტყვი მაინც გადასამუშავებლად ფას მე გეტყვი და მიხვდები რამდენად ხოლო ვისაც აინტერესებს რა ფასაც შეიძლება შეუძლიათ შეიძლება ეს ვისკი მეგობრებო ალკოსფეროს ნებისმიერ ფილიალში თბილისის მასშტაბით ბათუმის გორის ფოთის ეს რა ყველგან ბევრგან ალკოსფეროს ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მიმზადეთ და ექსკლუზიური სასმელები სოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეიძინოთ ალკოსფეროში. მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის. ეხა ყველას ერთად გაგვიმარჯოს საერთოდ. ყველას ერთად გაგვიმარჯოს. აბა, კარგად. მადლობა აყურებელს, მადლობა ჩვენ სტუმარს, მადლობა ცოტნეს, მადლობა ლალის, რამდენი ლალი დგას სეც უკან ჩემი კარგი მომისმინე გიორგი. მადლობა ყველას. ოქრო ხარ, ულამაზესი ხარ, მაგრამ მე მინდა რომ დაასრულო ჩვენმა სტუმარმა დღევანდელი ხმასამოღები არ ვარ. პირველ რიგში წარმატებებს უსურვებ ამარხს. უღრმეს მადლობა. განვითარებას კიდევ უფრო მეც, საინტერესო სტუმრებს, ასთავარია, ბევრ და საინტერესო სტუმარს. გაგვიჭერდება დღეს იქეთ გაგვიჭერდება. ბევრ მაიმუნობასა და ინტელექტუალურ საუბარს ერთად, რაც თავარია, უხდება ერთმანეთს ძალიან და რა თქმა უნდა, ბევრ საინტერესო სპონსორსაც შესაბამის სასმელებით. უღრმესი მადლობა. იდეალური იყო მომავალ შეხვედრამდე. გაგიმარჯოთ.